როდის იწყებს ადამიანი თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვას? როდესაც რაღაც შეაწუხებს. კი, ნამდვილად, თუ ძალიან რაღაც არ ატკივდა, არ შეწუხდა, არავითარ შემთხვევაში არ ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე. და ისეთ მდგომარეობაში მიდის უკვე სპეციალისტთან, როდესაც თითქმის ყველა ორგანო და სისტემა გამოსულია, წყობრიდან არასათანადოდ ფუნქციონირებს და ელოდება, რომ ექიმი დაუნიშნავს რაღაცა წამლებს და 2 კვირაში უნდა მორჩეს. მაგრამ ჩვენი ორგანიზმი ასე არ მუშაობს. ყველა ორგანო და სისტემა ერთმანეთზეა დამოკიდებული და როდესაც პაციენტს აქვს 10 წლის დაგროვილი პრობლემები, შეუძლებელია მისი ესე 1 კვირაში და 2 კვირაში მოგვარება და თუ ექიმა დაგინიშნა წამალი, მაგალითად და გახდი უკეთესად, 1 კვირაში ეს მე მგონი იმას ნიშნავს უბრალოდ, რომ ეს პრობლემა დროებით გაყუჩდა. ჩვენს ორგანიზმში არის ტრილიონობით უჯრედი. ყოველ წამს წარმოიქმნება ახალი უჯრედები და ხდება ძვლის კვდომა. მაგალითად, რბილი ქსოვილის განახლებას ესაჭიროება დაახლოებით 3 წელი, მაგრამ ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის, მაგალითად, სასახსრე ზედაპირის აღდგენას დაახლოებით 5 ან 6 წელი ჭირდება. ესე იგი, თქვენ რომ ეხლა გაქვთ სახსრების დაზიანება, ეს პროცესი დაახლოებით 6 წლის წინ დაიწყო. და როგორ შეიძლება, რომ თქვენ ამ მდგომარეობაში მიხვიდეთ ექიმთან და 2 კვირაში უკვე იყოთ უკეთესად. განახლებასაც ხომ დაახლოებით იგივე დრო ჭირდება. ამიტომ, როდესაც პაციენტს აქვს ძლოვანი, სახსროვანი პრობლემები ხერხემალში, მალთეშუა დისკებში, მალთეშუა სახსრებში, ამ ყველაფრის განახლებას და აღდგენას საკმაოდ დიდი დრო ესაჭიროება და ეს ძალიან ბევრ პაციენტს არ ესმის და ელოდება, რომ 2 კვირაში ეს ყველაფერი უნდა აღდგეს რაღაც ჯადოსნური წამლის საშუალებით. უბრალოდ მინდა ვთქვა ის, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უნდა დაიწყოთ მაშინ, სანამ თქვენ არაფერი არ გაწუხებთ და არ გტკივათ. მაგალითად, 25-30 წლის ასაკში უკვე თქვენ უნდა იფიქროთ იმაზე, რომ თუ ეხლა არ იზრუნებთ ჯანმრთელობაზე, 45-50 წლის ასაკში უკვე შეგექმნებათ სახსრების პრობლემა, რაც საკმაოდ რთულად განკურნებადია. ამიტომ უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა იყოთ დაინტერესებული თქვენს ჯანმრთელობაში და არ დაელოდოთ, რომ ექიმი იზრუნებს ამაზე. პირველ რიგში ეს არის თქვენს ინტერესებში. შეინახე ეს ვიდეო, გაუზიარე მეგობრებს, რათა იცოდნენ ის, რაც შენ უკვე იცე. ვარია გორგილაძე, ექიმი ნუტრიციოლოგი, დაგეხმარები აღიდგინო ჯანმრთელობა ისე, რომ აღარ დაგჭირდეს ექიმი და წამლები.